ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიერ პროკურატურაში შეტანილ სარჩელს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ეს არის პროპაგანდის ნაწილი, ეგ არის ბილი ძალა, ეგ ეწოდებული. თქვენ იცით, რომ ქართული ოცნება რუსეთთან ერთად ახორციელებს ჰიბრიდულ სპეცოპერაციას საქართველოში მტრის ჩანაცვლების ჰიბრიდულ სპეცოპერაციას, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მტერია, დასავლეთი ყველა მტერია რუსეთის გარდა, ამის ნაწილი არის, ამ კამპანიის ნაწილი არის ეს და ეს ხალხი ვინც საუბრობს ნეიტრალიტეტზე, ეს ხალხი არის ყველა რუსეთის გავლენის აგენტები სავარაუდოდ. ჩვენ ხედავთ, რომ ის, რასაც ქართული ოპოზიცია დღეს რეალურად წარმოადგენს, მათი ქმედებები პირდაპირ უკავშირდება ხშირ შემთხვევაში ისეთ ასე ვთქვათ ქმედებებს, რომელიც უკვე არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ პროცესს, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებს ასე ვთქვათ აზიანებს. აქედან გამომდინარე, რამდენად არის მათი ეს საქმიანობა, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი, ამას რა თქმა უნდა შესაბამისი საგამოძიებო შეფასება ჭირდება და ქმედებების ჩატარება ჭირდება. ამიტომ ის, რაც ნეიტრალურმა საქართველოს ამ მოძრაობამ გააკეთა, რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ პროკურატურამ ამ საქმეთან დაკავშირებით შეიძლება მოკვლევა ან გამოძიება დაიწყოს.